ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღებული ვალდებულებების შესრულება მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. პირველ ეტაპზე შეიქმნა სპეციალური მაკონტროლებელი კომისია, რომელიც ცვლილებების მონიტორინგს ახორციელებს. თუმცა ექსპერტების განცხადებით საჭიროა კიდევ ბევრი ინსტრუმენტის შემოღება და მათი ამჟამინდელ პროცესებზე მორგება. პირველი ეს არის აუცილებლობა კოორდინაციის გაუმჯობესების. დღეს არსებობს კომისია, რომელიც ამით დაკავებულია, თუმცა აუცილებელია, რომ ეს კომისიას ჰქონდეს მეტი ძალა, ასე ვთქვათ, ძალა უფლება იმისთვის, რომ მოახდინოს იმ აუცილებელი რეფორმების ფორსირება და ვთქვათ, იმ სიტუაციაში, როცა იქნება სხვადასხვა სამინისტრო, სხვადასხვა პოზიცია და ეს გარდაუვალია ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას, იყოს ორგანო, იყოს უწყება, რომელიც შეძლებს ამ კონფლიქტური სიტუაციების და სხვადასხვა პოზიციის შეჯერებას. ელენე ხოშტარიას თქმით, შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების არასწორი ინტერპრეტაცია დაუშვებელია, რადგან ეს საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში აუცილებელია ხალხთან ახლოს ყოფნა და მოქალაქეთა ინფორმირება. საზოგადოების იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც ეს რეფორმები შეეხებათ, საჭიროა იმის განმარტება, თუ რატომ არის აუცილებელი ეს ცვლილებები და რა სიკეთე მოაქვთ მათ. მინდა ამ პროცესში პარლამენტის მნიშვნელობას ხაზი გავუსვა. საქართველოს 300-ზე მეტი კანონპროექტი უნდა მიიღოს, რაშიც პარლამენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. საქართველოს მთავრობას სისტემა შესაბამისად აქვს მოწყობილი. ამოქმედებულია ყველა საჭირო ინსტრუმენტიც. ახლა დროა ამ ყველაფერზე მუშაობა დაიწყოს, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები წარმატებით განხორციელდეს. 2013 წელს ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის სექტემბერში ნაწილობრივ შევიდა ძალაში. საქართველოს მთავრობამ წლის დასაწყისში დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმების წარმატებით განხორციელებას ემსახურება. იაროშევიჩის თქმით, ქვეყნის მთავრობა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დოკუმენტის მოთხოვნები სრულყოფილად შესრულდეს. როგორც ის აღნიშნავს, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი 2015 წელი იქნება.